კანონის მიხედვით თუ კი თქვათ იგზალება, როგორ ფიქრობთ თქვენ, ანუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს თუ კი აქვს მოსახლეობის ნაწილს სურვილი და პირადად თქვენ რა შეხედულება გაქვთ ბატონო გრიშა, იმედი აღარ ხართ ისეთი გაბრაზებული, ახლა მაინც რომ მიპასუხოთ. ანუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ძეგლის აღდგენა, საერთოდ საჭიროა ძეგლის აღდგენა თუ არა? მე განვაცხადე, დღეს იყვნენ თქვენი ხალხი და იქაც ვთხარით. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ძეგლის აღდგენის. როგორც მუზეუმში, ისე მოედანზე. ეხლა ხანს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ფუჩუ. და შეიქმნა ორგანიზაცია ქალების, რომელმაც მამაკაცების გარეშე უნდა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილები. ეს რა კავშირშია, თქვათ გეტყვით ბატონო, გეტყვით. და იმ ქვეყანაში, სადაც პირველი სკოლის წინ, ესე იგი, შეიძლება რომ კაცმა კაცთან სქესობრივი ურთიერთობა დაამყაროს და ამას ბავშვები შეხედავენ. და იქ სტალინის ძეგლი იდგმება, ეს იქნება მისი შეურაცხყოფა. ეს იქნება ყოვლად შეუსაბამო საზოგადოებისთვისაც და იმ პიროვნებისთვისაც. ამიტომ არც გორის საზოგადოებაა მომზადებული და არც საქართველოს საზოგადოება იმისათვის, რომ მისი ისტორიული წარსული შეინახოს და პატივი მიაგოს მას. შუა ევროპაში, ვენაში იყავიმე შარშან, სადაც მოვინახულე ის სახლი, სადაც ზუსტად 3 კვირის მანძილზე 1913 წელს იჯდა სტალინი, აწერია უზარმაზარ დიდი აბრით და წარმოდგენილი არის ბრინჯაოს უზარმაზარი დიდი ბიუსტი სტალინის ამ შესასვლელში და აწერია, რომ 1913 წელს ამ სახლში ცხოვრობდა და აქვე დაიწერა გენიალური ნაშრომი, ასე სიტყვით, მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი. და ზედა დროშები, წითელი დროშები, ეს ვენაში ხო? ვენაში. უნდა წავმეხო დღეს და ჩამოღებული მქონდა და გამოგიხსენე მე მაგას და განახე.